იცი? ბიბლიაში ღმერთმა 365 ჯერ თქვა, ნუ გეშინია. იცი ქრისტემ ესე თქვა, გიყვარდეს ძმა შენი. ქრისტეს ყველა იჩემებს. ყველას უნდა რომ თავის ფილოსოფიაში მოაქციოს ქრისტე, მაგრამ არავის არ უნდა რომ ქრისტეს ნათქვამ სიტყვას გაყვეს მის მიერ დადგენილ ცოდნას, წესებს, მისი ყველაზე ახლო ადამიანების მიერ მოციქულების მიერ მოტანილ ინფორმაციას, ცოდნას მიყვეს და ასე იცხოვროს. მაგალითად, ბუდისტებიც გეტყვიან, რომ კაცო გასხილოსნებული ადამიანი იყო, კაი ტიპი იყო ეგ. მუსულმანებიც ისლამიც გეტყვის, რომ ეგ მაგარი წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ ღმერთი არ იყო და ასე შემდეგ. და მეცაც გეტყვით დღეს გინდა აღმოსავლური ფილოსოფიის და გინდა კოუჩები და გინდა ფსიქოლოგები და ასე შემდეგ დადგებიან და ქრისტეს სახელით ლაპარაკობენ, მაგრამ ისინი არ გულისხმობენ ქრისტეს, არ იციან. ამიტომ ძალიან ბევრი ყურადღება გმართებს, მახვილი თვალი, მახვილი ყური გმართებს, რომ შენ შეძლო გაარჩიო ეს ინფორმაცია თუ ის ადამიანი ესე ცხოვრობს. შეუძლებელია, მეგობრებო, დააკვირდით, ადამიანი, რომელიც ქრისტესზე გესაუბრება და ის არ დადის წირვა-ლოცვაზე, არ ეზიარება ქრისტეს სისხლს და ხორცს. ეს არის წირვა, არის ყველაზე დიდი მსახურება, რაც ამ სამყაროში შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ შენი სული კავშირში მოვიდეს ღმერთთან და ღმერთის სისხლს და ხორცს ეზიარო. ესეთი რაღაცა ანუ მხოლოდ წირვაზე ხდება, არსად არ ხდება და ამას თუ არ ასრულებს ადამიანი, თუ არ ყავს მოძღვარი თავის ცოდვებზე, თავის სინანულში ვერ ვარდება, ის და ის გელაპარაკება ქრისტეზე და ზის ლოტუსის ფორმაში, სუნთქვით პრაქტიკებს ატარებს და ასე შემდეგ. ეს არის მხოლოდ ინფორმაცია, იმ ადამიანის გულამდე ეს ყველაფერი არ მოსულა. და მე ამას რატო ვამბობ, რომ თხილად იყოთ აი ესეთ ცრუ მოძღვრებებზე მიყოლა ადამიანებზე, რომლებიც თვითონ სულიერი ცხოვრებით, თავის განწმენდით არ არიან დაკავებული და მხოლოდ ქრისტე გაწმენს და მხოლოდ ქრისტე გაგურნავს, სხვაგან ვერანაირი სუნთქვა და ვერანაირი ასანა შენ სულს ვერ უშველის. აი ამას უნდა მიხვდეთ ადამიანებო, მაქსიმუმ ნერვული სისტემა დაგიმშვიდოს 1 საათით. სულის განკურნება სხვისი საქმეა, ღმერთის საქმე არის. და ამაზე ჩვენ ცოდნა გვაქვს, თუ მაგალითად ვედების დროს ქრისტეზე არ იყო ცოდნა, ეხლა ხო ვიცით კაცო ქრისტეზე, თუ იუდეველებმა არ იცოდნენ, ელოდებოდნენ მესიას და მოვიდა მესია და ვერ დაინახეს, ეხლა ხო ვიცით ხო და გავახილოთ თვალები და ყურები და რაღაცას მივხვდეთ. და მე უბრალოდ იმიტომ ვამბობ, რომ მე ჩემი მტკივა და მაგიტომ ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიო ვის მოусმენ და რა ინფორმაციას მიიღებ, იმიტომ რომ ყველა მარკეტინგულად იყენებენ. გეტყვიან ვიჩ გამოა იცი? ბიბლიაში ღმერთმა 365 ჯერ თქვა, ნუ გეშინია. იცი ქრისტემ ესე თქვა, გიყვარდეს ძმა შენი. იცი ქრისტემ ასე თქვა, ჩემი დანახვა თუ გინდა მოყვასში უნდა დაინახო, მაგრამ როცა ცდება, როცა ეს ადამიანი ამას გელაპარაკება და მის სისხლს და ხორცს, რასაც გთავაზობთ, რასაც ქრისტემ თვითონ გვითხრა საიმუსერობაზე, მიიღეთ ჩემი სისხლი და ხორცი თქვენს გასაწმენდელადო, შენ მარტო ჩემთან მოდიო და მე იმას გიზამო, მე დაგეხმარებიო, რომ იმ მდგომარეობაში მიხვიდე, რომ როცა შენი გარდაცვალება მოვა, ჩემთან შეერთდეო და ამას რო ადამიანი პრაქტიკაში არ აკეთებს, იმის სიტყვებს არ უნდა მოусმინოთ, იმან ილაპარაკოს, იმას თავისი გასავლელი აქვს, თვითონ უნდა მოიხარშოს, შეიცნოს, მაგრამ შენ უნდა მოისმინო იმის სიტყვა, ვინც ქრისტეს წიაღში არის, ვინც მსახურებს, ვინც ეზიარება. 1000 ვინმეს შეხვდებით აღმოსავლური ფილოსოფია იქეთ იყოს, ქრისტიანები ბადრო იჩემებენ თავს და რაღაც აი გაურკვეველ საუბრებში მეც გეტყვით ისეთ მოძღვრებსაც შეხვდებით, რომლებიც ეუბნებიან, რომ ლოცვა არ არის საჭირო, არ ჭირდება მე ლოცვაო. ანუ საგიჟეთი არის, ამიტომ ძალიან მოძღვრის გარეშე, აი მოძღვარი უნდა აარჩიო მთელი გულის ყურით. ყველანაირი სიფხიზლით უნდა შეარჩიო მოძღვარი, იმას მოებარო და იმან ის დაგეხმაროს ქრისტესთან მისასვლელ გზაზე. ამას რო გააკეთებ, მე ყველაფერი თავის ადგილს პოულობს და აი როგორც წარმოედგინე მაგალითად ბუნებაში რო ხარ, მთაში რო ხარ და ამ ჟანგბაც ესე
ჩაის უთქავ და მე თბილისში რომ ჩამოდიხარ და გამონაბალ ბოქსის უთქავ, ხო ეგრევე ხვდები რომ ეს სულ რაღაცას ის უთქავ. აი ეგრე ხდება სულიერი ინფორმაციებიც მერე. ხო და ძალიან გთხოვთ გულისყურით იყავ თუ არ იცით მაგალითად ვისთან მიხვიდეთ ვინ მოძღვართან რომელ ეკლესიაში ამ საკითხებით დაინტერესებული ხართ კითხვებით გაქვთ დამიწერეთ კითხვები კომენტარებში თუ კომენტარებში გაიდებათ პირადში მომწერეთ და შევეცდები რომ მოძღვართან ერთად გიპასუხოთ ამ საკითხზე თუ არ იცით ვისთან მიხვიდეთ მომწერეთ დაგაყვალიანებთ სულიერი მოძღვრის გარეშე სულიერი მამის გარეშე უბრალოდ გამოვა ის რომ თქვენ რაღაცეებს იქნებით სადღაც მიდიხართ ნაკადულზე წყალი რომ მოიტანოთ და სახში რომ მოგაქვთ წყალი ეზოში ღვრით იმის მაგალითად რომ რამე ჭურჭელში შეინახოთ ან დალიოთ ესეთ თემებზე ვიდეოები ჩავწერო და მოძღვართან ერთად გავიარო თქვენი დასმული კითხვები და ძალიან გთხოვთ აქტიურად დამიწერეთ რა კითხვები გაქვთ რატო დაშვებდით ტაძარს რა გაფერხებთ და ასე შემდეგ რომ შევძლოთ ჩვენ მოძღვართან ერთად ამ კითხვებს პასუხი გავსვეთ და დავუბრუნდეთ ჭეშმარიტ რწმენას იმიტომ რომ ჭეშმარიტი რწმენა არის ის ცენტრი და ის არდენი რომელიც ყველას გვჭირდება რომ ჩვენი დანარჩენი ცხოვრება და აქ ყოფნა სწორად განვლოთ და სწორად მომამზადოთ მარადიული სიცოცხლისთვის ქრისტესთან ერთად